23 წლის და მომიკლეს ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიისას დაღუპული თამარ კვაჭაძის და განცხადებას ავრცელებს. მარიამ გერმანიშვილი წერს, რომ დამ ტრაგიკულ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე შეატყობინა, რომ ძღოლი უცნაურად ესაუბრებოდა. სახლთან როგორც კი მივიდა და დაინახა, რომ თამარის მეგობრები მანქანით იდგნენ, აღარ გაუჩერა და მთელი სისწრაფით დაიწყო მოძრაობა, წერს გერმანიშვილი. მანქანა ბოძს შეეჯახა, ახალგაზრდა ქალი და მძღოლი ორივე ადგილზე დაიღუპა. მადურო ბრუკლინის მეტროპოლიტენის მაღალი უსაფრთხოების დაკავების ცენტრში გადაიყვანეს. მანამდე თვითმფრინავი, რომელშიც ვენესუელის დიქტატორი ცოლთან ერთად იმყოფებოდა, ნიუ-იორკში სტიუარტის ეროვნული საჰაერო გვარდიის ბაზაზე დაეშვა. მადუროსა და მის ცოლს ნარკოტიკებთან და იარაღთან დაკავშირებულ ბრალდებებს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში სავარაუდოდ მომავალ კვირას წარუდგენენ. თუ შეიძლება რომ დიქტატორებს ასე მოექცნენ, მაშინ ამერიკამ იცის რა უნდა გააკეთოს, ასე უპასუხა ზელენსკიმ ჟურნალისტის შეკითხვას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით. რუსეთის, ირანის, ბელარუსისა და ჩინეთის შემდეგ ვენესუელაში ამერიკის სამხედრო ოპერაციას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრიც გმობს. პარციცის თქმით, ვენესუელაში ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საელჩო რუსეთის საელჩოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს.